ნუ ალბათ პირველ რიგში ალბათ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უფრო შეშფოთებული იქნება იმით, რა ქვია, განცხადებით, რომ თუ თემურ ქეცბაია წავიდა ნაკრებიდან, მე დავბრუნდებიო ნაკრებშიო. ალბათ ეს უფრო შემაშფოთებელი არის, ვიდრე ის, რომ წასული არის ნაკრებიდან და ისა და ნუ რაც შეეხება ახლა რატო ამისულაშვით? მე მგონი ახლა ამისულაშვის ენა აქ და ლაპარაკი შეუძლია და შეეძლო თვითონ ეთქვა ის, რაც ეთქვა. და რაც შეეხება ახლა იმას, მე ვთქვი ამისულაშვილზე ისო კი, ლაპარაკი გქონდა ჩვენ. ნუ იქაც კი წერია, რომ ლაპარაკი იყო ამ თემაზე. და ზუსტად ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ამისულაშვილი აპირებდა თამაშის ნაკრებში თავს დანებებას და მე ვეცადე ყველანაირად რომ გადაეფიქრებინა. და შემაძლო გიხართ ხო, მე ის პიროვნება ვარ ხო, რომელიც ამისულაშვილი ნაკრებში დავაბრუნე. ამისულაშვილს ჰქონდა სულ ნათამაშები რაღაც 10 თამაში მე მგონი ხო? სულ რაღაც 4 წლის უკან რა. ეხლა აქ მე მგონი 40 თამაში, აქედან 30 ჩემი ხელმძღვანელობით ითამაშა რა. და ეხლა მე არანაირი ის ამ მქონია და პრინციპი თვითონ იმისგანაც მოდიოდა რომ ერთადერთი ფეხბურთელი, ნუ ცნელი რომელმაც მენდოდა მათამაშა ნაკრებში შენიყავიო და მე შენთან არაფერი პრობლემა არ აქვს, ნუ რო თქვა რომ მივდივარო, მე ვთხარი, ნუ პრინციპში ხალხი ცუდად გაიგებს. ნუ ერთი შემთხვევა ის არის რომ თვითონ ჩვენ ურთიერთობაში პრობლემა გვაქვს და მეორე ნორმალურად საღად მოაზროვნე ხალხი იმას იტყვის რომ რამდაგალა ამ 31 წლის კაცი რომ უარს ამბობ ნაკრებზე თამაში და ეს მე მგონი შენთვის იქნება მეთქი ცუდი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოვილაპარაკეთ კი ესპანეთის ნაკრებით ისიც უთხარი რომ მეთქი რომ იქ წერია რომ მეთქი ამხანაგური ნუ მე მინდა რომ თუ ესეთი ის არის და რაღაცა ხო ნუ იმიტომ რომ რაღაც პრობლემები მაქვს რაღაც ნუ დაღლილი ვარო ნუ გადასმებიო თუ რაღაცაო და მე ვთხარი თუ ეგეთი ვარიანტია მაშინ შენ მე განთავისუფლებ ამხანაგური თამაშებიდან და სულ გამოგიძახებ რომ შენ ოჯახთან ერთად იყო არის ხანდახან თამაშები სეზონი რომ დამთავრდება მე არის და მეთქი არ მინდა მეთქი რომ იყავი მეთქი შენ ოჯახთან მეთქი და როცა დაჭირდება ნაკრებს ამხანაგური ოფიციალური თამაშებზე მაშინ გამოგიძახე მე მოვილა არავითარი პრობლემა არ ყოფილა რა არავითარი პრობლემა არ ყოფილა თანაც ჩვენ ლაპარაკი გქონდა რომ ნუ რაძელი თამაში გველოდება ესპანეთთან და ნუ რამდენი ხალხი გვაკლია და მით უმეტეს ამ გვაკლია ხალხი ნუ ხიზანიშვილი რომელიც წავიდა პლუს ამას ის დაემატა რომ რა ქვია იმას გრიგალავა დისკვალიფიცირებული იყო კანკავა და ნუ სხვა დანარჩენები კეთი 6 კაცი თუ 7 კაცი გვაქვს თუ ამ ძელი თამაში გველოდებოდა და ნუ ეხლა ლოგიკურია რა ჯერეთი და მანდ ლაპარაკი იყო რომ ეს ჩაემთავრებინა და მე ისე ვილაპარაკებთ მაგრამ ჩვენ კიდე მოგვიწია ლაპარაკი და ნუ გადავწყვიტეთ რომ ესე იქნებოდა რომ გააგრძელებ და რა ქვია იმას კიდე 2 წელიწადი ითამაშებდა ნუ მარტო ოფიციალურ თამაშებს რა ნუ ჯერ ეს ერთი არასწორი ნუ იქაც მე ვუთხარი რომ შენ ნუ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ რა გუნდში რა რომ აი შენზე მით უმეტეს იქ ხიზანა და ისა ბიჭები თქვენ დარჩით რომელსაც მეთქი ჩვენ რო გავაკეთოთ 20 წლიანი თქვენი ხართ ის ბიჭები რომლებიც მეთქი ამ 20 წლიან იმას ნუ ითამაშეთ კიდე 4 წელიწადი კი არა ღმერთმა კიდე ბედი გათამაშოთ იქ ჩვენ ლაპარაკი იყო ვიღაც ბიჭები რო წავიდნენ რომელიც იმას აქვია ჩვენ არ ქონდა გაკეთებული აქცენტი ამ იმაზე რა ქვია ამ ქვეჯგუფზე ჩვენ ქონდა გაკეთებული აქცენტი და იმიტომ ვიძახი მე რომ იმ ბიჭებთან რომლებთანაც ჩვენ ლაპარაკი მქონდა მე რომ ამათ ესენი რო არ გამოვიძახი ხო კიდევ ერთხელ მიმოვიდა ეს იყო ტკივნეული ჩემთვის ყველაზე უფრო მეტი და ამ ბიჭებთან მითამაშია კიდე ძალიან დიდი ხანი რო არ გამოვიძახი რომ იმიტომ ჩვენ გვინდოდა რომ ეს გამოგვეყენებინა მიგვეცა ახალგაზრდების საშუალება და ის ხალხი რომლებიც ჩვენ იქამდე იმის დამთავრებამდე ითამაშებდნენ ის ხალხი დაგვეტოვებინა რა ნუ ახლა შეიძლება კიდე სხვა ვიღაცა შეიძლება ჩვენ რო წავალთ შეიძლება ვიღაცა სხვა მოვიდეს და იმან კიდე ათამაშოს 40 წლამდე ეს უკვე იმ წლების ის არის რაც არ არის ამაზე ლაპარაკი მაინდა-მაინც კიდე 1-2 წელიწადი ითამაშოს ამიშულაშვილმა კი არა ხიზანიშმა კი არა ვინც არ უნდა ყოფილიყო რა და ეს რომ მოვილაპარაკეთ ნუ არავითარი პრობლემა არ იყო არავითარი ისა და ნუ ეხლა ველოდები რა ეხლა თამაში უნდა დაიწყოს რაღაცა ნუ ესპანეთში ვემზადებით ორშაბათს უკვე გუნდი მოდის საქართველოსდან ესპანეთში
ზარი დამირეკეს, მითხრეს რომ ნუ ტელეფონი კოკამ დამირეკა და კოკამ მითხრა რომ ესე და ესეო ამისულაშვილმა დარეკაო რომ პრობლემა მაქვს პახების პრობლემა მაწუხებს და ოპერაცია უნდა გავიკეთო გერმანიაშიო რა. აი ზუსტად სიტყვად გეუბნებით რა მითხრა რომ აი ოპერაცია უნდა გავიკეთო გერმანიაშიო. ნუ ახლა თემათი რო გითხრათ ვეცადე რომ ყველანაირად დამერეკა რომ მე თქვა რომ ესე და ესეო ნუ რა ხდება რანაირად ანუ არ მიპასუხა თხოვე აჩიკო არბელაძეს და უთხარი რომ აჩიკო მეთქი ესე და ესე მეთქი დაელაპარაკე რომ დამირეკოს და დავილაპარაკოთ რა. ასეთი სიტუაცია არის ამას კიდო მე სხვების დაემატნე რომლებიც ტრამვების გამო და რაღაც ოჯახური პრობლემების გამო ვერ წამოვიდნენ და დაურეკე და ვითხარი დამირეკოს მეთქი რა იმიტომ რომ ჩემ ტელეფონს არ პასუხობს რა. ხო და ნუ დაელაპარაკა და აჩიკომ თქვა რომ ესე და ესეო მითხრაო რომ ეხლა არ დაურეკაო თამაშის მერე დაურეკაო. მე სპეციალურად გავაკეთე ის რომ ინტერვიუ და არაფერი არ მილაპარაკია, იმიტომ რომ მე არ ეგონოს ვიღაცას ეს ცხელ გულზე იყო და რაღაცა თამაშის მერე. მით უმეტეს რომ ისეთი ძნელი თამაში გქონდა ხო? აი ესეთ თამაშზე კაცი რომ ნაკრებში ჩამოსვას თავს აარიდებს ხო? როცა ესეთი მდგომარეობაშია საქართველოს ნაკრები და უნდა გუნდთან ერთად უნდა იყოს და ამ დროს შენ ამჯობინებ, წახვიდე შენ გუნდში, იქ დაისვენო, მოემზადო შენი გუნდის მომავალი თამაშებისთვის, მე მგონი არასწორი გადაწყვეტილება იყო და ზუსტად ეს იყო, ზუსტად ის რომ მეთქი დავრჩები, დაველოდები, ვნახავ, აი თბილისში რო ჩავალ, მაშინ დავილაპარაკებ ყველა ამ თემაზე რა. ნუ ჩვენ ყოველ წელიწადს თითქმის ასეთ იმას ვაკეთებთ, რომ ნაკრები მსვლელი და ტელეჟურნალისტები ჯდებიან და ლაპარაკობენ ყველა თემაზე რა. მაგრამ არა მარტო თამაშის მერე დარეკა. საერთოდ არ დაურეკია. ხო გეუბნებით, აი ხო შეიძლება რომ აი მწვნელს დაურეკო, ან რაღაცა თქვა, ნუ ან კიდო მერე იქ რო თამაშები დაიწყო, ერთ კვირაში 3 თამაში ითამაშა, ან კიდო რაღაცისა, ნუ ხო გეუბნებით, ეხლა არა მარტო ის რომ გუნდს საჭირო მომენტში უარი უთხრა ზურგი აქცია, მწვნელიც არაფრად ჩააგდო, რომ ქემაინს ეთქვა, რომ ნუ რატო არ ჩამოვიდა თვითონ არა ვიღაცის იმით, თვითონ რატო არ იმასახნა რა. და ეს იყო და ეს უნდა, ეხლა დანარჩენი მეტი ეხლა რაც შეეხება იმას, ხო, ეხლა ამ ბიზნესის იმას, ხო? მაშინ იცით რა არის, ერთ რაღაცას გეტყვით მე, აი ზუსტად თამაშის წინ მოვიდა ამათმა ბიზნესი გადაცვალეს სამწუხაროდ, ხო? ეხლა თუ ყველაფერს ის არის, რომ სამწუხაროდ თვითონ ეს ფედერაციის ის არ პოლიტიკა კი არ არის, რომ ბიზნესი იქნება თუ ეკონომი. სახელმწიფო აძლევს ფულს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ ფეხბურთელები ჩამოიყვანოს და როგორც სახელმწიფოს კანონმდებლობაში წერია, არც ფეხბურთელს, არც რაგბის, არც კალათბურთელს, არც პოლიტიკოს, არც მინის, არც პარლამენტარს, ხო? არ აქვს იმის არ აქვს ამ წესით არ აქვს უფლება, რომ გადაუხადოს ბიზნესის ბილეთი და ბიზნესი ჩამოიყვანოს. ამ ბიჭებმა, ნუ ამისულაშვილმა დაურეკა, რა ქვია იმას, იმ პიროვნებას, რომელსაც ბილეთი უნდა გაეკეთებინათ, მე ესე მითხრეს ღამის 3-ზე დაურეკა თურმე და სთხოვა, რომ გადამიცვალოს ბიზნესი და რო ჩამოვალო, მე ამ ბიზნესის ფულს ავანაზღაურებო, ხო? თუ კაი, ახლა რო ჩამოვიდნენ, ხო, უკვე მე ამ ბიზნესის ფულს არ იხდიდნენ, გაიგე? ხო და ისეთი რაღაცა მოხდა, რომ თამაშის დღეს მოვიდა ის პიროვნება, რომლისგანაც ბილეთი იყიდეს და თუმე ამ პიროვნებას თხოვენ, ახლა შე რა უფლებით გაუკეთე ამას ბიზნესი, იმიტომ რომ ის იმ ბიზნესის იმას აღარ იხდის რა, ნუ რაც უნდა დაამატოს და მითხრა და ახლა მე ვუთხარი თუ სა უნდა მიხრი თამაში გვაქვს დღეს. რა უნდა უთხრა შენ? მე ვუთხარი, კაი შენ წადი და მე დაველაპარაკე, მე ვეტყვი მეთქი რა. ხო და ზუსტად ეგ იყო რა, ახლა თამაშის მერე მე ამისულას ვერ ვნახავდი და ვამჯობინე რომ მეთქი ვეტყვი რომ იცი რა არის? აი რაღაც ბილეთში რაღაც განსხვავება იქ ფულის ბიზნესის რო იყიდე და რაღაცა წადით და ის გადაიხადეთ რომ იმას არანაირი პრობლემები არ შეექმნას რა მეტი კი არ ყოფილა არაფერი ნუ რა თქმა უნდა გაბრაზდა ის იყო ეს იყო ნუ თქვა რომ ჩვენო აგო ბიზნესით ვერ დავდივართო ნუ გვინდა რომ ვიაროთ იმიტომ რომ ვერ ვისვენებთო ფეხებს ვერ ვშლითო და ნუ რაღაცა ნუ მილიონი რაღაც პრობლემები ახლა მე კი ჩემი ნება რო იყოს და ალბათ ფედერაციის ნება რო იყოს და იყოს იმის საშუალება ხო? დიდი სიამოვნებით ბიზნესით კი არა შეიძლება გაუზანო ჩარტერი და ჩარტერი ჩამოიყვანო. ეს არის წესი. მე 2 წელიწადი ხო?
და მეც დავდიოდი და იმაში კი არა რა ქვია იმას თვეში ერთხელ და ორ თვეში და სამ დღეში ერთხელ. ყოველ თვე ორჯერ და სამჯერ ეკონომიკ კლასით რა. ბოლოს ანა მე უთხარი მაგათო იცით რა არის მე გავიღე ბილეთებს არ მინდა არაფერი ყველაფერს მე გავაკეთებ და მე ჩემი იმით ვივლი და თუ მინდა ბიზნესით ვივლი თუ მინდა იმით ვივლი ეს უკვე ჩემი ის არის რა სანამ ეს ის იყო რა ქვია იმას და ეს იყო და ეს პრინციპში რაც იყო ნუ ეხლა ხო და ზუსტად ეგ არის იცი რა არის როცა უკვე იმამდე მიდგება ლაპარაკი გაიგე რომ ესეთი ლაპარაკი წავა ხო ეს უკვე არაჯანსაღი ის არის იცი რა არის ეხლა ნაკრების თამაში არის ესეთი მნიშვნელოვანი თამაში ამდენი პრობლემები არის და ესე რომ მოიქცევა ფეხბურთელი ხო ნუ მე მგონი უკვე იმას უკვე არანაირი ის აქვს და მე ჩემი შეცდომა ის იყო აი ზუსტად იმ ხიზანიშვილის ისა რომ ჩემი შეცდომა ის იყო აი ზუსტად ეგ ვარიანტი იყო რა ხიზანიშვილზე აი როგორ წერია სწორად უწერია ხო ხიზანიშვილმა დაგვირეკა ჩვენ კვირას მოვდივარო აი კვირას დარეკა მოვდივარო დარეკა მე ორშაბათს უკვე ჩვენ ზეგ თამაში გვაქვს ნუ წარმოიდგინეთ მე ხა მე ვარ მწნელი ფეხბურთელი რომელიც გუნდის კაპიტანი რომელიც გუნდთან ერთად უნდა იყოს არა აქვს მნიშვნელობა ტრამირებულია თუ არ არის ხო როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება რომ აი ფეხბურთელი ტრამირებული ვარი ჩამოდის ნაკრებში აჩვენებს იმ ექიმს და მე მიდი ტრამირებული თუ არის რჩება გუნდთან ერთად და მე მიდის მაინც ხო ყველანაირად გუნდთან უნდა იყოს ტრამირებული არის თუ არის ხო უნდა იყოს გუნდთან ერთად თანაც ხარ გუნდის კაპიტანი ხო არ ჩამოვიდა არა მარტო არ ჩამოვიდა ველაპარაკე და უთხარი მეთქი პირდაპირ გეუნები რა მეუნები გუშინ მოვდივარ და დღეს უკვე რეკა უკვე ორ დღეში თამაშია თანაც ახლა ჩვენ ამ ხანაგურ თამაშებს იმიტომ ვაკეთებთ რომ იმ ოფიციალურ თამაშებზე ყავდეს ხალხი იმ ოფიციალური ახლა თუ არც ერთი ამ ხანაგური თამაში არ გვეყოლა ის ფეხბურთელი რომელსაც ჩვენ გვინდა რომ ითამაშოს და რა ქვია იმას ჩვენ სქემაში არის ძირითადი ფეხბურთელი ხო ძალიან ძნელია მე გახვიდე ოფიციალურ თამაშებზე და ის ნახო რისი დანახვა გინდა მე ვეცადე ყველა მე უთხარი კაი მეთქი ტრამირებული ხარ მე მინდა რომ შენ ჩამოხვიდე აქ მაინც ხო ყველა ვარიანტი ხო ჩვენთან უნდა იყო მეთქი რა აიღე ბილეთი და ჩამოდი აგერ არის ჩვენი ექიმი გნახავს და რა ქვია იმას მიკრე რაღაც ერთი ნუ ხანდახან არის ხოლმე ფეხბურთელები ვოლტარენს ნემს გაუგეთებ და შეგიძლია თამაში რა ითამაშებ რა ვეცადე დავკავშირებულიყავი ვერანაირად ვერ დავკავშირდი რომ ტელეფონი უკვე გათიშული იყო და მაგრამ მაგას უთხარი მე რომ შენ ჩვენთან არ ჩამოხვად არ ითამაშებ მეთქი დრო დავინახავ რომ შენ იქ შენ გუნდში ითამაშებ არ გამოგიძახებ მეთქი ნაკრებში რა აი სიტყვას როგორც იქ წერია რა და ზუსტად ეგეც მოხდა ჩვენთან არ ითამაშა წავიდა და თავის გუნდში ითამაშა რა აი ეს იყო ზუსტად თქვა ნუ ეხლა კი უთხარი რომ მეთქი არ გამოგიძახებ მეთქი რა მაგრამ იცი რა არის ეხლა მე რომ დომებოდა როგორც იმ ბიჭებს იმ ფეხბურთელებს რომელმაც წლების განმავლობაში ითამაშეს და ჩვენ რო უთხარით რომ ბიჭებო თქვენ იმ 2 წლის მერე შეიძლება ფეხბურთი აღარ ითამაშოთ და ღმერთმა კიდევ ათამაშოთ კაცო კიდევ ვიძახი კიდევ 10 წელიწადი მაგრამ შეიძლება არ ითამაშოთ გაიგე და მინდა რომ ისეთი ხალხი მყავდეს რომელიც ითამაშებდა მაშინ რო ამდომებოდა ხიზანიშვილი ხო მაშინ ხიზანიშვილსაც ვეტყოდი შენ წადი და სხვას მოვიყვან მეთქი მაგრამ ამის იმედი მქონდა რომ ეს კიდე 4 წელიწადს ითამაშებდა რა ფინეთის და იმის თამაშის მერე ბელორუსის თამაშის მერე ხო იმის მერე ყველა თამაში ვითამაშა იმის მერე ყველა თამაში ითამაშა რა ყველა თამაში ითამაშა და სამწუხარო ეგ არის იცით რა არის რომ აი ეს ყოველთვის პრობლემა იქნება ამ ხანაგური თამაშების წინ რა იგივე ჩვენ იმაში რო წავოდით ხო აქვია ტურნე რო ქონდა ნუ ორი თამაში რო ვითამაშეთ რა ირლანდია და დანია ხო? მაშინაც ჩვენ 18-ში გამოვიძახეთ უნდა ჩამოსულიყო თბილისში რა. და მაშინაც ხო? ერთი კვირა დაეგვიანა ჩამოვიდა 26-ში იქ იმაში რა ქვია მას. სეზონი მორჩენილი იყო, იმიტომ რომ მithova რომ აი რაღაც საქმეები მაქვს, რაღაც კონტრაქტებზე ვიმაშვებიო, არა და მიცი რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული. ნუ საკთავის საქმეებზე იყო, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შენ რო გიძახებენ არა ნაკრებში, ხო? 18-ში. თუ ეს ყველა ფეხბურთელისთვის არის კანონი, ხო? რატო არ უნდა იყოს კანონი? იგივე ხიზანიშვილი კი არა, იგივე ამისულაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, კაცო. რატო შეიძლება რომ მესი ამ ხელადონის ფეხბურთელი როცა ტრამვირებული არის, ხო? მაგი არის არგენტინის ნაკრებთან ერთად, იქ არგენტინაში და არა ბარსელონაში დასასვენებლად, რა ქვია, წასული. რატო არ უნდა იყოს ჩვენთანაც ესეთი რაღაცა?
და ეგეთი პრობლემები ახლა ჩვენთან ბევრი რო იყო, ამას რა თუნდა ლაპარაკი. ეს მარტო 1 და 2 შემთხვევა არ ყოფილა, ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეგეთი რაღაცა, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეგ მე ვიქნებით თუ ვინ იქნება, ხო? საერთოდ რომ დაინახა რომ ფეხბურთელი შენთან არ ჩამოვა, თავს აარიდებს, აქ რო ნაკრებში ჩამოვიდეს, ხო? და მე წავა და თავის გუნდში ითამაშებს, ხო? ის ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახო მეორეჯერ ნაკრებში, გაიგე? იმიტომ რომ ლუქსემბურგთან არ ჩამოსვლის გამო მან რეალურად დაკარგა კაპიტანი. არა, ნუ ეხლა ერთ-ერთი მიზეზი იყო, მაგრამ ხო იცი, ყოველთვის რაღაც ახალი ის რო იწყება ეტაპი, ხო? წელის გადაწყვეტილება იქ იმ დროს ის იყო კაპიტანი, ეხლა გინდა რომ სხვა დანიშნო კაპიტანი, ხო? ამანაც რა თქმა უნდა როლი ითამაშა. ითამაშა იმ ინციდენტმა, რა ინციდენტის მოხდა, ამანაც როლი ითამაშა, მაგრამ კიდევ ეხლა გიმო მე რო ხიზანიშვილი რომ ამდომებოდა, ხო? მაშინ რომგოც იმ ბიჭებს უთხარი რომ ბიჭებო ესეთი სიტუაციაა, მაშინ ხიზანიშვილს ვეტყოდი რა. და ამისულაშვისაც ვეტყოდი რა. მაგრამ მინდოდა რომ ეს ხალხი ჩვენთან დარჩენილიყო ეს 4 წელიწადი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ბოლომდე, იმიტომ რომ ესენი ამ იმას იზამდნენ, რა ქვია, გაივლიდნენ ამ ეტაპს და მეც ვითამაში ინგლისში და სხვა ქვეყნებში, ხო? ხანდახან არის ხოლმე ახლა ჩვენ მივდივართ, თამაში გვაქვს რაღაც 1-3-4 საათით. ავტობუსით. და თამაშობთ მეორე დღეს რა. ნუ 2 საათი, 3 საათი, 4 საათი. ჩვენ ახლა თამაში ვითამაშეთ პარასკევს, ხო, იმაში რა ქვია, ფინეთში. მე ვითამაშეთ თამაში, რა ქვია, სამშაბათს, ხო? ჩავედი ჩვენ როდის? შაბათს, ხო? შაბათი ღამე. კვირა ღამე. ორშაბათი ღამე. ნუ რამდენი გავიდა? 72 საათი რა. თანაც 500-კროვიან სასტუმროში, არავით არის ვარჯიში უბრალო. ესეთი ძალიან ისეთი და ეხლა კაცი რომელიც იცი რა არის? კაცი რომელიც თამაშის მერე იმას დააბრალებს რომ იცი რა არის, აი იმიტომ რომ ავტობუსით ვიარეთ, დავიღალეთ და ამიტომ ვერ ვითამაშეთ. ადამიანმა რომელმაც მე-5 წუთზე ბურთი დაკარგა საჯარიმოში, მოტყუება დააპირა, დაკარგა და ამით ჩვენ გოლი გაგვიტანეს, ეს ადამიანი გამოდის თამაშის მერე და იმას გეუბნება რომ რა ქვია იმას დაღლილი რო ვიყავი 6 საათი რო ავტობუსით ვიარე, იმიტომ ისეთ ახლა რომ ნორმალური ადამიანი ხო ესე შეცდომას რო დაუშვებ, იმ შეცდომამ დიდი როლი ითამაშა, წინა შეცდომამაც დიდი როლი ითამაშა ფინეთთან და ამ შეცდომამაც იმისათვის თუ ჩვენ იქ თამაში შეგეძლო მოგვეგო, აკა შეიძლება არ წაგვეგო რა. და ჩვენ რო იქ თამაში მოგვეგო ფინეთში და ბელორუსეთში რო წაგვეგო, ჩვენ უკვე 4-5 თამაში უკვე განაღდებული გვექნებოდა მესამე ადგილი და საბრძოლო არ გვექნებოდა აქ იმასთან, რა ქვია, ფინეთის ნაკრებთან. მაგრამ ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. მე არასდროს არ მithქვია მაგისტვის რომ მაგან ეს შეცდომა დაუშვა რა ქვია იმას. მაშინ რომ მეთქვა მაგი, ხო? მაგას არ გამოვიძახებდი მე. მაშინ რატო გამოვიძახე სხვა დანარჩენი თამაშები? რატო თამაშობდა ყველა დანარჩენ თამაშს, გამაგებინა. თვითონ ის თამაში, რომელი თამაში ჩვენ მე რო აქ რო ჩამოვედით და რო ვითამაშეთ რა. ეხლა მართლა ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვენ ცენტრალურ მცველს ქონდა ყვითელი. თამაშობდით საფრანგეთის ნაკრებთან. და არ მინდოდა ეხლა რომ ყველა დამეყენებინა. საფრანგეთის ნაკრებთან არის თამაში. და პლუს ეხლა ნუ ხო გეუბნებით ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდებოდა კიდო საფრანგეთის მერე ფინეთი, სადაც ჩვენ უკვე მესამე ადგილზე ვიბრძოლებდით. მე ვუთხარი მეთქი ნუ ეხლა ისეთი სიტუაციაა, მეთქი მინდა რომ მეთქი შენ უფრო მეტი ფინეთისთვის მოიმზადო მეთქი რა. ეხლა სიმართლე რო გითხრათ კი, მაგრამ ეხლა საფრანგეთის ეხლა ესეთი ძლიერი გუნდი სოფლიოში ერთ-ერთი გრანდი სოფლიო ფეხბურთის გადავწყვიტეთ აი ეს შემადგენლობა დაგვეყენებინა, დავაყენეთ. იმ შემადგენლობამ გაამართლა ვინც ითამაშეს, ხო? კარგად ითამაშეს. ეხლა რა ვარია? საფრანგეთთან კარგად ითამაშებს და ფინეთთან კაც გამოცვლიან კიდო რაღაცა. და ეხლა ის მიზეზი რომ მე მაგას არ დაველაპარაკე, იცი რა არის? მე ამდენი წელიწადი ვითამაშე ავაგარეთო. მე არ მინახი ეხლა ტრენერები ეხლა ვიღაც ფეხბურთელს რო არ დააყენებენ, მიდიან და მაგას უხსნიან, ფეხბურთელებს უხსნიან იმას, რომ იცით რა არის, აი აქ 23 ფეხბურთელი არის გუნდში. 23 ფეხბურთელი არის ჩვენთან ნაკრებში. ეხლა 23-დან ხო 11 თამაშობს და 12-ის გამზეზე. თქვენ ეხლა წარმოიდგინეთ ყველა თამაშზე რომ ის 12 ფეხბურთელი ადგეს და სახში წავიდეს.
იცი რა არის, რომ ესეთი გადაწყვეტილება, ესეთი გადაწყვეტილება ძალიან ძნელია, რომ ამას ვერაც ცნობიერებ შენ. ადამიანი რომელმაც ესეთი რაღაცა შენ გუნდს, შენ მეგობრებს, რომლებიც მე მეგობრებზეც იძახის რა. ზურგი აქციე. ესეთი რაღაც არის, მე შეიძლება შევადარო ესეთი რაღაცას, რომ აიცი რა არის, აი ომში რომ მიდიხარ, ხო? არის პირველი ხაზი და არის მეორე ხაზი. აი პირველი ხაზი ის რომელიც არის და შენ ზურგში ზიხარ და მაგის ზურგს იცავ რა. და ამ დროს იცი რა ხდება? პირველი ვინც არის, გამოიხედავს უკან და მაგის ზურგს უკან არავინ არ არის, ყველა გაქცეულია, ყველა სახში არის რა. აი ესეთი ადამიანი გამოდის, გაიგე და იძახის ქართული ფეხბურთის წინწასვლაზე და ქართულ ფეხბურთზე რა. და მე კიდე იმას გავიმეორებ რა. შემაშფოთებელია იმ გულშემატკივრისთვის მაგის უკან დაბრუნება, ვიდრე მაგის წასვლა რა. და მე მგონი ბიჭი მითხრეს რომ ამ იმას მოყვება კომენტარები და ეხლა 90% იმას იძახის როგორ შენ არ დაბრუნდე და ქეცბაია წავა ეს არ არის იმას იმდენი მნიშვნელობა წავა თუ დარჩება რა. ეხლა არ შეიძლება სხვა ვიღაცებზე ილაპარაკო, როცა სულ რაღაც ერთი თვის უკან თუ რაღაცა, ნუ ამ თამაშის უკან გამოვიდნენ ეს ახალგაზრდა ბიჭები და ყველა ილაპარაკა, ვისაც კი სალაპარაკო ქონდა და არავის არ უთქვია იქ რომ ქეცბაია არისო პრობლემაო და ეხლა რაც შეეხება ჩემს თავს, მე ვინც ამღაც არ მჯერა, როგორ არ ჯერაო მეორე წნერენის თუ არ ჯერაო ფიზმოზადების თუ როგორ არის. ისინი ვინ არიან, ვინ ჩემთან არიან? ნუ იმათ არ თulis მეორე მსვლელად და იმათ რა ქვია ნუ ეხლა რა თქმა უნდა იცი რა არის ერთი დიეტოლოგიც უნდა მომეყვანა რა ცოტა წონის საკითხში რომ მაგასთან მემუშავა ალბათ ესეც საჭირო იყო და ალბათ მაგას გულისხმობს რომ სტაფი არ მყავდა ცოტა დიეტაზე რომ დააყენებდა და 2 კილოს დააკლებინებდა იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაგან ითამაშა რა ქვია ზედმეტი წონით მაგრამ იცი რა არის რომ ყველაზე გულ დასაწყვეტი ის არის რომ ეს ის ხალხია რომლებსაც მე მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში დაუდექი. ხიზანიშვილმა ბოლო თავის კლუბი ინგლისში იყო რა ქვია იმას რედინგი 5 წელიწადში. იცი რამდენი თამაში ითამაშა? რედინგში 5 წელიწადში რა. 36 თამაში. წაიგითხეთ ეს სტატისტიკა არის თო. წაიგითხეთ სტატისტიკა არის. მე ჩემთან ნაკრებში ითამაშა 4 წელიწადში რამდენი 30 თამაში ეხლა მე ვარ ამის მტერი, ან კიდო მე ვარ ამათი დამჩაგრველი, ან მე ვარ ამათ რო ის არ მივეცი, ხო? ვინ არის? მე ვარ თუ ესენი არიან? იგივე ამისულაშვილზე. ამისულაშვილი იყო სპარტაკ ნარჩიკში თამაშობდა. იგივე შოთი არველაძე. შოთი არველაძეს კრასნოზანისთვის კი არ უკითხია. და სპარტაკ ნარჩიკის თამაშები კი არ უნახია. სპარტაკ ნარჩიკის კი არა და კრასნოზანის კი არა. საქართველოს ნაკრების თამაშები და თემურ ქეზბაიასგან კონდა აღებული დანახეთ არ ჭირდებოდა თემქეცბაიასგან მაგას რჩევა იმიტომ რომ თვითონაც ათამაშებია ხეზანიშვილთან ხო და აქედან წაიყვანა და არა რა ქვია იმას არა იმიდან რომ სპარტაკ ნარჩიკში უთვალთვალებდა იმას ხო ესეც ხო უნდა გავითვალისწინოთ მე სულ მაგას ვიძახი ხალხო ჩემიდან დაწყებული თელის პლიადა ფეხბურთელების რომლებმაც ნაკრებში გამოიარეს ხო ის კი არა რომ ჩვენ ნაკრებმა უნდა იმას ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერი და კი არა უნდა დავამადლოთ საქართველოს ნაკრებს იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებმა ყველას ცხოვრება აგვიწყო როცა დაგჭირდა ჩვენ გვერდში იყო და ყველას მიცა იმის საშუალება არიან ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში კიდო რომლებმაც უფრო მეტი თამაში საქართველოს ნაკრებში უფრო მეტი თამაში ვიდრე თავიანთ გუნდებში ძალიან ბევრი ფეხბურთელია რომელსაც ჩვენ ეხლა მით უმეტეს ეხლა ვინც გუნდში მოვიდა რომელსაც ჩვენ შანსი მივეცით დავეხმარეთ უფრო უკეთეს კლუბებში გადავიდნენ უფრო უკეთეს პირობებში თამაშობენ ეხლა და ვერ გავი ვინ არიან ის ფეხბურთელები რომლებიც უკმაყოფილებენ და ვერ გავი ანალიზეს იმას სულაც ეხლა რატო არ ჩამოვიდა ანალიზეს ანალიზეს ოჯახური რაღაც პრობლემები ხონდა იმიტომ არ ჩამოვიდა ნუ ეხლა მე 4 წელიწადი აქ ვარ და ეხლა რეალურობა მე ის რომ რაღაცა პრობლემა არის ეს არ მინახია ეს არის რა არის ვიღაცები ცდილობენ რომ შექმნან არა მე ეხლა უხეში ეს არის უკვე ლაპარაკები ხო იცი ეხლა ნუ კაცი ეთყობა რომ მიზან მიმართულად ვიღაცების დახმარებით ალბათ რაღაცას ცდილობს რომ კიდო პრობლემები შექმნან ეს ხო ხედა უკვე იცი რა აი უკვე რაღაცნაირი შემოტევასავით არის რა აი ეგ ხო გეუბნები ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის ისა ამ ადამიანის ძირგვირი არის ძალიან ბევრი რომლებიც ისა რა ქვია იმას ამ ინტერვიუს არ ამგონია რომ მარტო ერთი ადამიანი იმაშობა ამას ამის ძირგვირი ალბათ კიდო ბევრი სხვები არიან რა
რომლებსაც ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცნობ, მაგრამ ეს ის ხალხია, რომლებმაც ჩვენ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში დაგვახედრეს ქართული ფეხბურთი. მე მგონია ხიზანიშვილი უნდა შევახსენოთ. ხიზანიშვილი მე რომ მოვედი ნაკრებში. ხიზანიშვილი რომ თამაშობდა ის გუნდი და დანარჩენი სხვაებიც, ხო? გუნდი იყო მე-6 ადგილზე გავიდა. 2 წელიწადი გუნდს თამაში არ ქონდა. იმ გუნდში თამაშობდა ხიზანიშვილი. და სხვა დანარჩენები. ნუ ალბათ ეხლა მე დავეთ რაგით ალბათ ეხლა ის ხალხი გამოვა და ილაპარაკებს, ალბათ გოგუა იქნება, ალბათ მე ვინც ეხლა ნაკრებში წავიდა, ალბათ იქნება ნუ ვინა კიდე მეტი ვინა სირაძე ალბათ ისიც რაღაც თავის სიტყვას ალბათ ყენია ეს ფეხბურთელი რომელსაც მე ცალიფეხით ჩამოვიყვანე ტრამვირებული კაცი რომელიც 2 წელიწად ნახევარი თამაში არ ქონდა ნათამაშები ვათამაშე და ბოლოს მე გამოვიდა და თქვა რომ სანამ ქეცბაია ნაკრებში იქნება არ ვითამაშებო რატო? იმიტომ რომ ქეცბაიამ გასაყიდად ჩამოვიდნენ თურმე ვიღაცეები და ქეცბაიამ არა თამაშა რომ სადმე გაყიდულიყო. ნუ ეხლა აი ესეთ ხალხი რომ რაღაცებს რო იტყვის ხო? ეხლა აქ რა სერიოზულობაზე არის ლაპარაკი? ჩვენთან არის პრობლემა გვაქვს რომ არის პრობლემები ქართულ ფეხბურთში და ამ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. არა ვართ ის დონე ჩვენ რომ დღესდღეობით იმაზე ვიფიქროთ რომ პირველი ან მეორე ადგილზე გავიდეთ. მე არადროს არ მითქვია რომ ჩარეცხილები არიან საქართველოს ფეხბურთელები და რაღაც. არა ვართ ის დონე. ვართ ის დონე? ხო უნდა ვთქვა სიმართლე ხალხო. ხო უნდა გავაგებინოთ. ხო რატომ უნდა ვატყუოთ ხალხი? ხალხს ვატყუებ, გაიგე ეს? ჟურნალისტები, ყველას არ ეხება. არიან ხალხი კატეგორია, რომლებიც ხალხს ატყუებენ. ჩვენ კიდევ გვყავს ის გუნდი, რომელიც 91-ში იყო. არ არის ის გუნდი 91-ის გუნდი წავიდა ხალხო 30-ის უკან. უკან კი უნდა წავიდეთ, წინ უნდა წავიდეთ. უნდა განმავითაროთ ჩვენი ფეხბურთი, უნდა გავაკეთოთ რაღაცა იმისათვის, ხო? ეს ახალგაზრდა ბიჭები, ხო? არის პრობლემები ხასიათში, წონაში, ფიზიკურ მომზადებაში. ჩვენ ახლა ფიზიკურ მომზადებას, ხო? 2 დღეში და 3 დღეში კი ვერ მომზადებ ფიზიკურად ხალხს. აქ უნდა მოდიოდეს ფეხბურთელი ფიზიკურად მომზადებული. ჩვენ ორ იმაში რა ქვია, ეხლა ხიზანიშვილს ეხლა იცით რა არის 2-3 დღეში ხო? და 4 დღეში ვერ დავაკლებინებ რა ქვია, 5 კილო ზედმეტი ვთამაშობ, თუ 3 კილო თუ რამდენი აქვს ზედმეტი და ვერ დავაკლებინებ წონას. რამდენიც უნდა ვეცადოთ, ხო? და რა გვინდა ის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ ჩამოვიყვანთ, 5 კილოს დავაკლებინებ და ის როგორ გავიყვანოთ მე თამაშზე ხალხო? ის როგორ ვათამაშოთ მე? ყველაზე გულსატკენი ის არის, არის აი ეგ პრობლემა, მე თავიდან იქ რო დალაპარაკი დავიწყე, მაგაზე დავიწყე. არ შეიძლება აი ესეთ ელემენტარულ რაღაცაზე იყოს ჩვენ იცი რაზე ვლაპარაკობ ხალხს არ უნდა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვა და თამაში ამაზე ვლაპარაკობ ხალხო ეს პრობლემა მაქვს მე 4 წელიწადია მე სხვა რაღაცას კი არ ვიძახი აქ ფეხბურთის იმას კი არ ვიძახი კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ნუ იმას გვიშვება რა ქვია დაგვაწეროს ის რა ჩვენ არ გვითქია არ არის ის დონის ფეხბურთი ჩვენთან საქართველოში არ არის ის დონის ფეხბურთელები რომლებიც შეიძლება ჩვენ თქვა ეხლა რომ ჩვენ ამ პირველ ადგილს ავიღებთ ჩვენ ქვეჯგუფში ან კიდევ მეორე ადგილზე ვიბრძოლებთ არ არის ჩვენ იმას კი არ გეუბნებით რომ ჩვენ იმას კი ის კი არ გვითქვია რომ ჩვენ განაღდებული გვექნება მომავალ იმაში მესამე ადგილი ამაზეც არ ვიძახით ჩვენ ვიძახით რომ იმიტომ რომ უფრო მეტი შანსი არის იმიტომ რომ სამი გუნდი იბრძოლებს იმისათვის რომ მოხვდეთ ფინალურ ეტაპზე ხო უფრო მეტი შანსი გვიჩნდება ჩვენ ამ ორ ქვეჯგუფში ძალიან ახლოს ვიყავით იმისათვის რომ მესამე ადგილი აგვიღო იგივე იმ ლატვიასთან და იგივე ამ ფინეთთან სამწუხაროდ ვერ გავაკეთეთ არის კიდო დრო 1 წელიწადი სამწუხაროდ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი არის ჩვენთან ნაკრებში რომლებიც თავიანთ გუნდებში არ ხვდებიან რომლებიც 18 კაცის არ ხვდებიან და ჩვენთან ძირითადში არიან საქართველოს ნაკრებში სამწუხაროდ ეგეც შემთხვევები ხო არის და ჩვენ გვინდა სამწუხაროდ ჩვენ გვინდა რომ ამ ფეხბურთელებით რომლებიც თავიანთ კლუბებში 18 კაცი ვერ ხვდებიან ჩვენ გავიდეთ და ესპანეთის ნაკრებს საფრანგეთის ნაკრებს მოვგო დააფასეთ ამ ბიჭების ისა თქვენ კაი ხალხო მაგაზე მაქვს სულ ლაპარაკი მე რატო არ აფასებთ მაგრამ ახლა ჟურნალისტი რო შეხვდა და გეტყვის რომ იცით რა არის თქვენო ფრანგებმა არ მოინდომეს ფრანგებმა რო არ მოინდომეს ხო იმიტომ გავუხდათ შევარდნეთ სულ სიტუაციაში ჩვენთან რო ფრანგებს მოეგოთ მოხდებოდნენ ძლიერებში და შეიძლება უკრაინასთან არ მოხვედრილიყვნენ და უფრო უკეთესი ის მოხვედროდა გაიგე აი ეს არის არ დაფასება აი ეს არის ისა მეტი კი არაფერი იგივე იმ ესპანეთში რო წავაგეთ 2-0 ისა ესპანეთმა დაგვინდო არ გაგვიტანა რატო არ დაინდო იტალიის ნაკრები ფინალში 4 გოლი რო გაუტანა რა უნდა და არ უნდა და გოლის გატანა და არ გაგვიტანეს ანანიძესაც ჩამოსვლა არ უნდა და ანანიძე მე თვითონ უკან ილაპარაკ ანანიძე ახლა ვნახე მაგრამ შოტლანდიაში ვიყავი ჩასული ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც იმ ახალგაზრდა ნაკრებში იყო ადგა მომესამმა გადამკოცნა ერთადერთი ფეხბურთელი
სხვებსაც ხო შეიძლება ამდღარი კონდა რაღაცა. მაგრამ ეს ხო მარტო თემურ ქეზბაიას ნაკრებში არ არის. ჩივაძეზე ეგეთი პრობლემები არ აქვს? ფეხბურთელები რო არ ჩამოდიან ნაკრებთან. არ არის ეგ პრობლემები. მითხარ, ეს ხო მარტო თემურ ქეზბაი არა. რა ჩივაძესაც პრობლემები აქვს? ჩივაძეს ის არის, ვერ გამაგებინეთ. მე ვერავის ვერ შევცვლი. ეს თვითონ ფეხბურთელებმა, მაგრამ იცით რა არის? ზუსტად მაგაში არის ჩვენი პრობლემა, ხო? აი ფეხბურთელებმა, ამ ფეხბურთელებს სადაც ის ოჯახში რო იზრდებიან, იქ სკოლაში რო დადიან, იქ უბანში რო არიან, ქუჩაში რო არიან, იქ უნდა ისწავლონ პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული. მე ვერ ვასწავლი 30 წლის, 22 წლის, 23, 25 იქნება თუ 31 წლის, 32 წლის ფეხბურთელს პატრიოტიზმს, ქვეყნის სიყვარულს, გაიგე? თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მიეცით ერთი შანსი საქართველოში ფეხბურთელი იქნება თუ მწვრთნელი, რომ წავიდეს და საუბარით კონდეს შანსი წავიდეს და ითამაშოს ან კიდევ სწორად იმუშაოს. რომელიმე დარჩება მაგათგანი? თქვენ კაი ხალხო 4 წლის უკან ორჯერ გუნდი გავიყვანეთ ჩემპიონთა ლიგაში და მეორე დღეს აქ ჩამოვედი რა. მეორე დღეს აქ ჩამოვედი საქართველოში. კიდევ გეუბნები, რატო ჩამოვედი? რა მე ვერ გამოვნახავდი იმას რა ქვია სამუშაო ადგილს იქ უცხოეთში თუ რა? ბოლო იქ სადაც თამაშობ მთელი წელიწადის განმავლობაში სადაც წერად მუშაობდი, ხო? წელიც ვიქნები, პრეზიდენტიც ვიქნები, ყველაფერი ვიქნებოდი, იმ გუნდში. მაგრამ რომ დამიძაღეს, მითხრეს, დაეხმარებო ნაკრებში, იმ კატასტროფიულ მდგომარეობაში მყოფ ნაკრებს, თუ იცით რა არის? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ნაკრებში თამაშობდა ხიზანიშვილი, რომელსაც 2 წელიწადი თამაში მოგებული არ ქონდა, თქვენ კაი ხალხო. ის არისო, კაი, მე არ ვიყავი. ხო კუპერი ხო კარგად ეპრობოდათ. ხო ტოპერი, რატო არ მიაღწიეს, ნუ? გამაგებ მაშინ, როდესაც ამ ხელა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორც ისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყობიაშვილი და იაშვილი, ხო? ნაკრებიდან იმიტომ არ წასულან. რომ მე მაგათთან კონფლიქტი მქონდა და რა არა, იმიტომ წავიდნენ რომ ჩვენ გვინდოდა გვეფიქრა ქართული ფეხბურთის მომავალზე, თუ წინ გაგვეხედა რა და ამიტომ გადაწყვიტეს ეს გადაწყვეტილება. იმიტომ კი არა რომ მაგათ რაღაცა პრობლემა ქონდა. პირიქით, ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა მიმეღო. ჩემთვის კი არა, თორე ახლა მე რომ დავებოდა რომ აც აქ ხდება სიტუაცია. წამო ბიჭებო, წამო სვად ვიგულაოთ. საქმე გაკეთება, არ გაკეთება ეს არავის არ ინტერესებს. ის კი არა რომ ისინი რომ ყოფილა არ გაკეთება. მაგრამ ამ იმიდან გამომდინარე, ქვეჯგუფიდან გამომდინარე, ხო? ჩვენ ამ ქვეჯგუფში ისე ძნელი მასში არ მოხვედილიყავით და რო ყოფილიყო ეს ევროპის ჩემპიონატი ეხლა, ხო? ის ბიჭები შეიძლება ჩვენთან ყოფილიყვნენ. შეიძლება ვიძახი, იმიტომ რომ არავინ არის ის დღეს თამაშობს, ყვალე არ თამაშობს, შეიძლება დღეს იმსახურებ, ყვალე იმსახურებ. აქ მე გარანტიას მე ვერავის ვერ მისვევ, რომ 5 წელიწადი ითამაშე. იგივე იმ ხალხს, იმ ამისოლაშვილი იქნება და ვიღაცა იქნება. და ხიზანიშვილი რო წეს მან კინაღამ ხელით შევეხეო. ეხლა თქვენ გონიათ რა ხიზანიშვილი ის პიროვნებაა, რომ მე ხელით შემეხება? თუ ვიღაცებმა ნუ ეხლა იცით რა არის და ხიზანიშვილი ის პიროვნება, რომელმაც გუნდი მიატოვა, ავტობუსში არ ამოვიდა. ეს გვეუბნება ჩვენ ქართული ფეხბურთის წინწასვლაზე? მაგას შეეძლო მოსულიყო, წამოსულიყო გუნდთან ერთად, დამჯდარიყო იქ, თამაში მე რაც გაეკეთებინა. მომისმენთ ეხლა ხიზანიშვილს ეხლა უნდა საქართველოს უნდა წავიდეს და უნდა შეეხოწოს ხიზანიშვილს რომ დაბრუნდეს ნაკრებში? რა თუნდა ეგეთი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში? იგივე იმ ამისულავი, რა გვინდა ეგეთი ფეხბურთელი ხალხო გამაგებინე. მე ვარ მწვრთნელი, ხო? მე ვიყო ხო ჩემ თავზე პასუხი. მე ჩემი თავის ტერი ვარ. ჩემზე უფრო მეტად ვის უნდა გამაგებინეთ საქართველოს ნაკრების მოგება. არ არსებობს პიროვნება ამ ქვეყანაზე, რომ ჩემზე უფრო მეტი უნდოდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგოს და გავიდეს მომავალ ეტაპზე. მაგრამ იცით რა არის? მართლა მეც მინდა რომ მართლა დაველოდო რა სიტუაციებს რა. მეც ხო იძახიან რომ ნახოთ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ესეთი ბინძური ხალხია, ხო? ესეთი ბინძური ხალხია, ხო? ეხლა უკვე სხვებსაც დაუწყებენ იმას, ხო? აი ეს არის ჩვენი პრობლემა, ხალხო. უკვე ხალხი ბინძურად მოდი, იმის ბაშკაცობას არ ყოფნით, გაიგე, მოვიდნენ და პირში გვითხრა რა. მე ველოდე ერთი თვე ამისულაშვილს დაერეკა. აგერ არის აჩიკო არულაძემ უთხარი რომ დამირეკო ჩემ ტელეფონს არ პასუხობს. არაო, მე რომ დაურეკაო მაგას თამაშის მერეო. თამაშის მერეც არ დაურეკია. არ ჩამაგდო, არც მე, არც ქვეყანა არაფრად. გამაგებინე, როგორ უნდა იმუშაო ესეთ პიროვნებასთან, ხო? ისეთ პიროვნებასთან, რომელმაც ასეთ ძნელ თამაში ზურგი გვაქცია. მე აქ ჩემზე არ არის კაცო ლაპარაკი. იცით რა არის, რომ მე ვიქნები თუ ვიღაცა სხვა იქნება, ხო, მომავალში, ხო? იმას არ ეყოლება ეგეთი ფეხბურთელები, გაიგე? მოვლენ სხვა იმას ეყოლება ის ფეხბურთელი, რომელსაც მართლა ნაკრებში თამაში უნდა. იმას არ ეყოლება ესეთი ფეხბურთელი, რომელიც
ძირითადში რო არ დააყენებს, ხო? გაიქცევა ბაზიდან. ამაზეა ლაპარაკი ხალხო, მეტი კი არაფერზე არა თქო. ქეცბაია იქნება თუ რა იქნება და ქეცბაია რომ მოვიდა, ხო? ჩვენ იმიტომ ვარ მე-4 ადგილზე გადავედით, ხო? მე ხო ჩავიბარე მე-6-ზე. მე არ ჩამიბარებია მე-4 ადგილზე, გუნდი და არ დამგვინთავრებია მე-6-ზე. მე ჩავიბარე მე-6-ზე იყო და ვარ მე-4-ზე. ხო და ერთხელ რაღაცას გეტყვით. ხო მე მირჩევნია ხალხო. 10 თამაშს რო ითამაშებს ნაკრები, ხო? 10-ვე ფრეითამაშოს არ გაიტანოს, არ გაუშვას და გავიდეს ფინალურ ეტაპზე, ვიდრე როგორც გითხეს იქ, თურმე სომხების მე-5 ჯობია ჩვენ მე-4-ს რა. ვიდრე სომხები ვით 5 მოიგო, 5 წააგონ და გავიდნენ მე-5-ზე. არ მინდა მე მე-5-ზე. ჩვენ მე-5-ზე თელი ამ 12 წლის განმავლობაში, ხო? სულ მე-5 იყო და სულ მე-5 კი არა, 1-2 მე-5 იყო და 3-ჯერ ის იყო, რა ქვია იმას, მე-6 ადგილი. და ვერ გავიგე, როგორ გინდათ რომ 3 წელიწადში ჩვენ გავხდეთ ევროპის ჩემპიონები, ან კიდო გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ან კიდო იმაში გავიდეთ, გამაგებინეთ. ან და კიდო მითხარით, მართლა თუ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მოვა, ამაზე უკეთეს საქმეს გააკეთებს და მართლა აი ის კი არა რომ მარტო ლაპარაკით, საქმით. მე მეორე დღეს გადავდგები, კაცო, არ არის პრობლემა. წავალ სახში. არ არის პრობლემა. მე მიტომ არ ჩამოსულ აგროში პრობლემები შეუქმნა ნაკრებს. და პრობლემები რო შეექმნება ფეხბურთელებს, მირჩევნია ეს, ვიდრე ამით ნაკრების და ქვეყნის ის დაზარალდეს. ეხლა ერთი და ორი ფეხბურთელი ვინ წასასვლელი უნდა წავიდნენ. ვისაც არ უნდა თამაში, არავის არ შევეხვეწებენ. ეხლა ხიზანიშვილი იმის ადვოკატია, ვერ გავიგე მე აქვე ამისულაშვილის თუ რა არის. თუ ის ვერ ილაპარაკებდა. ერთი თვე ველოდე ამისულაშვილს დაერეკა ჩემთვის რა. ერთი თვე. მე დაურეკე, არ მიპასუხა. კაციც მიუშვირო დაერეკა, არ მიპასუხა. ნუ რა გინდა, რა ვთქვა ეხლა გამაგებინეთ მე. შევხვდები და დაველაპარაკები. არანაირი პრობლემა არა, არავისთან არანაირი პრობლემა აქვს და მე დავდივარ სულ ამას ანახავად, დაბაში ვქერაგონია და არის ხალხი რომლებიც თვითონ ქმნიან დაძაბულობას და ეხლა ეგეთი დაძაბულობა არის ქვეყანაში უკვე 23 წელიწადია და ეხლა ეს არ არის რომ ქვეყანაში დაძაბულობა რო არის, ხო? ეს არ არის ახალი არავისთვის. სულ ეგეთი სიტუაცია, როდის იყო აქ დამშვიდებული სიტუაცია რა. რა პოლიტიკური იმაში არის დამშვიდებული თუ სპორტში, 1-ში, 2-ში, 3-ში თუ ყველა სპორტშია დაძაბული სიტუაცია. ყველა სპორტში არის რაღაც პრობლემები, ხო? როგორც თლიანად ქვეყანაში არის პრობლემა. ეხლა ჩვენ იმას თუ ველოდოთ, თლიანად როდის დალაგდება და მე რა გავაკეთო, ეს უკვე ძალიან გვიანი იქნება. კი, არავინ არ იცის კიდევ როდის დალაგდება ეს. მინდა რომ ყველამ ლოგიკურად იფიქროს რა. ყველამ ლოგიკურად. არა მარტო ქეცბაიაზე კი არა, კაცო. ქვეყანაზე იფიქროს, ნაკრებზე იფიქროს. რა არის კარგი ნაკრებისთვის და რა არის ის. ამაზე ვიფიქროთ, იმაზე კი არა ქეცბაიაზე. ხო კიდევ გეუბნებით. მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ხო, ის ხალხი, ის კაცი, ვინც მოვა, იმას ის ფეხბურთელები უნდა, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში ფეხბურთის თამაში უნდათ. ქვეყანა უყვართ, გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებ. ჩვენ თუ კი რამე მოვახერხეთ, ეს მოვახერხეთ რა. გამოდიან ბიჭები, ბრძოლობენ ბოლომდე. რაც შეუძლიათ, არ შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიონ. ბრძოლის უნარიანი გუნდი არის ეს ბოლო 4 წელიწადი და შედეგებიც ეს ტყუილად კი არა, ისე ციდან კი არ ჩამოვარდნილა. ზუსტად ეს არის ამის ისა. და ეხლა შემტევი და ლამაზი ფეხბურთი, ხო? ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ესეთი ადვილი. ეს არ არის ესეთი ისა, იცი რა არის. ეხლა კიდევ ერთხელ გიმეორებ, ხო? ეხლა იგივე ჩემი საქმის შეფასება, ხო? ალბათ ძალიან ძნელია რომ შევაფასო მე კი არა საერთოდ, იმიტომ რომ როცა იცი რომ ორი გუნდი გადის ფინალურ ეტაპზე, გაიგე ძალიან ძნელია თქვა რომ იცი რა შენ შედეგს მიაღწია, გაიგე. გაიგე? მაგრამ ეგ ისეთი რაღაცა არის, ხო? ჩემი ისა რა ქვია, საქმის შეფასება შეიძლება გააკეთეს, იცი რა არის? აი ჩემს მე რომ ვიღაცა მოვა, ის რაც გააკეთებს, გაიგე? და იმას თუ გავითვალისწინებ, ვის მე მოვედი, ისინი იმათმა რა გააკეთეს და მე რა გავაკეთე, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ამაში მე მგონი ყველა დამეთანხმება, რომ შენ ვარს დამეთანხმო, ხო? ეს თვითონ სტატისტიკა აჩვენებს ამას, რომ წინსვლა არის. ნუ 1-2 ნაბიჯი წინ წავედით, ხო? მე ხო ჩემი თავი მტერი არა ვარ, არა. მე ხო ეხლა ამათნაირად ესე ხო არ ვიფიქრებდი, იცი რა არის? ხიზანიშვილი წავიდა. ეხლა ამისულაშვილი წავიდა. მე ხო ჩემ თავს ხო არ შევქმნიდი პრობლემებს. მე გადაწყვეტილებებს ვღებულობ, აი იმიდან გამომდინარე რა, რაც ხდება იმიდან გამომდინარე, ხო? მე ხლა იმას მეუბნები, რომ
იცი რა არის? არ ჯობია ყველასთან კარგად ვიყოთ, რა ქვია იმას, ტკბილად, კარგად წავიდე, ჭამოთ, სვათ და ხალხი გაკეთება თუ არ გაკეთება, ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა. არა, ხალხო, რაც გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს, ამაზე ვიძახეს ზუსტად, რომ ვისაც უნდა თამაში ის მოვიდეს, იმან ითამაშო. მე გეუბნები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისულაშვილის ეს ყველაფერი იქიდან წავიდა, ამისულაშვილის, იცი, უნდა ალბათ ეს გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი რომ მე მიიღო რა იგე და იმიტომ გააკეთა. ეხლა მე არა და ამ დროს მე იმას ვქენი რა ქვია იმას. მე უკარნახე ეს. რო წახვიდე ხო? რო წახვიდე, ხალხი ცუდად გაიგებს. მეთქი შენ რო წახვიდე შენი ცუდად გაიგებენ ხალხო. ცუდად ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ ეხლა. ნუ და მეთქი ცუდად გაიგებენ მეთქი რა. და ამით შენ დაზარალდები მეთქი მარტო. ბევრჯერ არის შემთხვევები რომ ფეხბურთელები ჩამოდიან, მიდიან თავის გუნდებში და იძახიან რომ პოზიტიურად ლაპარაკობენ თავიანთ გუნდებში. იქ თავიანთ მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან. ეგეთი ისინი მომდის მე. რა ქვია იმან. არა ფეხბურთელებისგან კი არა, თვითონ იმ ხალხის ვინც მაგათ ირგვლივ არის, რა იგე? თვითონ ვინც მაგ ხალხის იცი რა არის, ეხლა აქ იმდენი, ნუ ეხლა რა გითხრათ რა. კიდო ბევრ რაღაცეებზე თვალები მაქვს დახუჭული, რა სიმართლე რო გითხრათ რა. ბევრ რაღაცეებზე მაქვს თვალი დახუჭული. მაგრამ იცი რა არის, დღევანდელი სიტუაცია ისეთი არის, რა იგე? მწვრთნელი მთელი თვალები დაჭყეტილი, ყურები გახსნილი, ხო ვერივლი რა, უკვე ისეთი სიტუაცია არის. ხანდახან არის ხოლმე თვალი უნდა დახუჭო, უნდა თოდა წაუყრუო. ბევრ რაღაცაზე თვალი დავხუჭით და წაუყრუეთ, გაიგე? შეიძლება ესე ჩვენი პრობლემა არის რა. თორე ის რომ ჩვენთან პრობლემა არის და ფეხბურთელებს თამაში არ უნდა და რაღაცა, ხო? აგერ ახალგაზრდა ბიჭები არიან, დაიტყვიან ალბათ, რა ვიცი, ნუ ყველა ალბათ თავის სათქმელს იტყვის. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე იცით რა, მე უფრო მეტი იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი, რომელიც ამას ყველაფერს იმაშვება, ხო? ეს უკვე იქიდანაც წავიდა, რა ქვია, იმ ჩვენი პრესკონფერენციიდანაც, ხო? თვითონ და იმდენი სიცრუე თქვეს იმ ტელევიზიით, რომ აი თურმე მე 2+2 მაქვს, თურმე რაღაც ისა უთანხმოება ფედერაციაში, თურმე ბევრი რაღაც კითხვები და რაღაც ისინი არიან. თუ და აგეთ კაცთან აქ რომ მოვედი, მე ხო აქ დავდიოდი, არავის ჩემთვის არაფერი არ უთქვია და ამ არც კონტრაქტზე, ეს კონტრაქტზე ხო სიცრუე იყო, ეს რაღაც უთანხმოებებზე ხო სიცრუე იყო, ეს რაღაც იმებზე ხო სიცრუე იყო, ეს ყველაფერზე ხო სიცრუე იყო, ეს ყველაფერზე იმაზეც რაც ამ წლების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციაში პატარა ნაკრებების იმებში რო ხდება ამის დაფასებაც რა უნდა ეგეც ხო ის არის არა ხო ხედავთ რა სიტუაცია ხალხი მოდის და გვეუბნება იცით რა არის ეხლა ჩვენი დო რა დადგა და თქვენ გაიწიეთ გვერდზეო ვისი დო დადგა თუ ქართველი ვარ ჩემ ქვეყანაში ჩამოვედი ჩემ ქვეყანას ვემსახურო რაც ქვია გაიწიე გვერდზე რატომ უნდა გავიწიო გვერდზე გვინდა რომ ოპტიმისტები ვიყო და არა ისე რომ აი იცი რა არის არაფრის შანსი და რაღაცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი რომ მომავალ ეტაპზე კიდო იქამდე კიდო ერთი წელიწადია იმედი მაქვს რომ არიან ფეხბურთელები რომლებიც თავიანთ გუნდებში ახლა არ თამაშობენ რაღაც პრობლემები აქვს ხო ისინი წავლენ სხვა გუნდებში ითამაშებენ თამაშის პრაქტიკა ექნებათ გაიგე და ჩამოვლენ და ითამაშებენ თამაშებს მოიგებენ იბრძოლებენ იმ საგზურისთვის საგზური რომელიც აძლევს იმის საშუალებას უკვე ფინალურ ეტაპზე ითამაშო და ყველანაირად ბესტები არ მიყვარს ლაპარაკი იცი რა არის რომ აი ნაღდად მოხვდებით იქ არა იცი რა არის ფეხბურთი ისეთი რაღაცა თან მით უმეტეს ნაკრები ხო იმხელა ეტაპი უნდა გაიარო რა ორწლიანი ციკლია ხო ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ ნაკრებს თამაში ქონდა და ერთხელ ვითამაშეთ მე მიგვიწევს თამაში 3-4 თვის მერე ან კიდევ შეიძლება მოგვიწევს თამაში 1 სექტემბრის მერე მეორე სექტემბერს ხო აი ეს დიდი დრო არის არავინ არ იცის ამ 1 წლის განმავლობაში რა იქნება და რა გიქნება მაგრამ ის რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის რომ იმ საგზურების რომლებიც გვაძლევს იმის საშუალებას მოვხდეთ ფინალურ ეტაპზე ამაზე ვიბრძოლებთ არიან ახალგაზრდა ბიჭები რომლებსაც აქვს ამის უნარი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ უფრო მეტი სერიოზულობა გვჭირდება უფრო მეტი პროფესიონალური მიდგომა ფეხბურთისადმი იმიტომ რომ ფეხბურთი ისეთი რაღაცა 100 წელიწადი არ ითამაშე 10-15 წელიწადი მაქსიმუმ ეს ყველანაირად უნდა გამოიყენო იმისათვის რომ თვითონ შენ თავისთვის შენი გუნდისთვის შენი ნაკრებისთვის შენი ქვეყნისთვის რომ სარგებლობა მოუტანო ქვეყანას და არიან ფეხბურთელები ინტიჭიერი ფეხბურთელები სულ ყოველთვის არიან ნიჭიერები მაგრამ უფრო მეტი პროფესიონალიზმი გჭირდება და იმედია რომ იმ თამაშებისთვის რა თამაშებისთვის ჩამოვლენ იქ არ დაგჭირდება ჩვენ ფიზიკური იმაზე და იმაზე ლაპარაკი იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ ასწრებ იქ არის მარტო გააყენებ ძირითად შემადგენლობას და იწყება თამაში